გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft PowerPoint-ის ვიდეო გაკვეთილს. ახლა გაგაცნობთ 2019 წლის ახალ ფუნქციას, სახელად Zoom-ი, რომელიც გახლავთ Insert menu-ში და აი აქ გახლავთ ეს Zoom-ი. მოდით ჯერ გავიცნოთ უშუალოდ ჩვენი პრეზენტაციის სტრუქტურა. გვაქვს პირველი სლაიდი, სადაც არის სათაური, შემდეგ გვაქვს ცარიელი სლაიდი, გვაქვს ორი Excel-ის სლაიდი, გვაქვს PowerPoint-ის ორი სლაიდი და ცარიელი სლაიდი. პირველ შემთხვევაში ვაკეთებთ იმას, რომ ცარიელ სლაიდს Design menu-დან ვურჩევთ რაიმე შაბლონს, ვიზუალურ დიზაინს, მარჯვენა ღილაკი და Apply to selected slide. მხოლოდ ეს. ხოლო მეორეს მაგალითად Excel-ს კი მივცეთ აი ეს დიზაინი, მარჯვენა ღილაკი Apply to selected slide. მეტი აღარ არის საჭირო და მოდით გადავიდეთ ახლა აქეთ ისევ Insert-ი და ავირჩიოთ ბრძანება Zoom-ი. Zoom slide-ში გამოდის ყველა სლაიდი, ავირჩიოთ ჩვენ Excel-ი და PowerPoint-ის პირველი სლაიდები. როგორც ხედავთ, ერთიც ჩაჯდა და მეორეც გახლავთ იქ ჩამჯდარი, სადაც მოუწია, გავწიეთ, გამოვწიეთ და ახლა ვნახოთ რა შედეგი გვაქვს. თუ მაგალითად I am designs, PowerPoint-ის designs შევცვლით და უშოთ ავირჩევთ ბრძანებას რომ იყოს I am design-ის apply to selected slide-ი, მაშინ Zoom-ში ვნახავთ რომ ის ავტომატურად შეუცვლის designs. ანუ და შესაბამისად ეს design-იც გამოიკვეთა და შეიცვალა. თუ კარგად ვერ დავინახეთ, მოდით კიდევ ერთხელ სხვა design-ს ჩავურთავ, რომელიც მკვეთრად გამოჩნდება apply to selected slide-ი. აი და უკვე ვხედავთ კიდევაც. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩავთავთ თვითონ პრეზენტაციის გაშვებას, გადავა Excel-ის სლაიდზე, თუმცა გააგრძელებს, კიდევ და დაასრულებს პრეზენტაციას. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ არ ჩაგვირთავს თვითონ აი ამ კონკრეტული სლაიდისთვის Zoom დამატებით მენიუში ბრძანება Return to Zoom-ი. მისი ჩართვის შემდეგ უკვე შევამოწმებთ და ვნახავთ, რომ როგორც კი დავაწვევით ამ სლაიდს, Excel-ი მოზუმდება, თუმცა ისევ დავაწვევით და გაზუმდება, ასე ვთქვათ, გავა უკან. PowerPoint-ზე კი არა გვაქვს ჩართული, ამიტომ გააგრძელებს და დაასრულებს პრეზენტაციას. ამიტომ უნდა ჩაგვირთო, რასაკვირველია PowerPoint-ზე Zoom-ი, Return to Zoom-ი. და თუ შევამოწმებთ, აი ვნახავთ, რომ როგორც კი მოვიდა, ისევ უკან გავიდა. თუმცა აქ მხოლოდ თითო სლაიდი გვაჩვენა, ხო? ანუ მეტი სლაიდი არ გვაჩვენა. მოდით ახლა დავუბრუნდეთ შემდეგ ეტაპს და დოკუმენტი დავყოთ სექციებად. მარჯვენა ღილაკი Add section-ი გავაკეთოთ და მას დავარქვათ Excel-ი. ასევე გავაკეთოთ კიდევ ერთი სექცია, რომელსაც დავარქმევთ უკვე PowerPoint-ს. და აუცილებლად გავაკეთოთ ბოლო დასასრულის სექცია, ეს იქნება დასასრული. და ოკეი. ასეთ შემთხვევაში მოდით შევამოწმოთ შემდეგი საკითხი. რა მოხდება თუ ახალ სლაიდს შევქმნით, შევალთ ისევ Insert menu-ში და Zoom-ს გამოვიძახებთ. აქ უკვე გამოჩნდება Zoom section-ი, ანუ სექციების Zoom-ი, section Zoom-ი. ავირჩიოთ პირველი ეს არის Excel-ი, შემდეგ PowerPoint-ი, მივცეთ Insert-ი, რა თქმა უნდა, მათ თავთავიანთი პოზიციები მივცეთ ამ სლაიდზე, როგორც ჩვენ გვჭირდება. და მოდით ისევ, რა თქმა უნდა, შევამოწმოთ, რომ Zoom-ში რადგან სექცია ჩავსვით, return-ი გვაქვს. აქვე მინდა გაჩვენოთ, რომ თუ Zoom background-ს ჩავთავთ, ის გახდება გამჭვირვალე. ეს ბრძანება აქტიური იყო არა მხოლოდ სექციების დროს, არამედ ჩვეულებრივი Zoom-ების დროსაც შეგიძლიათ უბრალოდ მისცეთ background-ების გათიშვა, ანუ ფონების გათიშვა და ის მოერგება. და მოდით ახლა ვნახოთ, მოვიტანოთ ახლოს უკვე სექციის Zoom-ი, დავაწვევით, როგორც ხედავთ, მოვიდა Excel-ის პირველი სლაიდი, შემდეგ მეორე სლაიდი და ისევ გაზუმდა. იგივე მოხდებოდა PowerPoint-ის შემთხვევაშიც, როდესაც მოვა პირველი, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. და მოდით ვნახოთ PowerPoint-ის შემთხვევა იქნება თუ არა ნამდვილად ასე. PowerPoint-ი, პირველი სლაიდი, მეორე სლაიდი და Zoom-ი გავიდა უკან. რა მოხდება თუ ჩვენ PowerPoint-ში დავამატებთ კიდევ ერთ სლაიდს, რომელიც იქნება ისევ PowerPoint-ი, მოდით ვნახოთ PowerPoint-ი, ეს ორი ფითი დავწეროთ და მავირჩიოთ ნებისმიერი ერთ-ერთი სახელი, ეს არის animation-ი. menu, არ აქვს მნიშვნელობა, რაც დავწერთ, ცხადია. და უკვე ვიცით, რომ 3 სლაიდი გვაქვს აი ამ კონკრეტულ PP სექციაში. და როდესაც უკვე PowerPoint-ს გამოვიძახებთ, ისევ პირველი, მეორე და უკვე დაემატა მესამეც, რაც ცხადია ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ახდენს, ასე ვთქვათ, რეაგირებას და იმატებს შესაბამისად Zoom ფუნქციაც. გადავედით ბოლო სლაიდზე, როდესაც ცარიელ სივრცეში დავაჭირე, ანუ ეს არის დასასრული სლაიდი. მადლობა ყურადღებისათვის, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დაგვიტოვეთ კომენტარები, მოგწერეთ რა გაინტერესებთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოიწონეთ Facebook-ის გვერდი და გამოყვებით Instagram-ზე. ნახვამდის.